მოგესალმებით მეგობრებო. დღევანდელ ვიდეოში მე გასწავლით თუ როგორ ავიღოთ soul გიტარა. და სანამ ვიდეოს გადაღებას ვიდეოს soul გიტარაზე განხილვას დავიწყებთ. მანამდე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო PMG Nikas. ასევე გამოიწერეთ PMG Nikas მინდა დიდი მადლობა გადავუხადო, რადგან მის ვიდეოში მახსენა, ჩემი არხის ახსენა, ასევე გამოიწერეთო ჩემს ხო და მე დიდი მადლობა მაქვს მოსახდელი, რომ ასე მეხმარებით და ასე კარგად არის რა. და გავიწყეთ ასევე Epic Gamer-იც. რაღაც 2 გამომწერი აკლია 50 გამომწერამდე ასვლისთვის და იქნება ახალ წლამდე ავიდეს, რადგან როგორც კი 50 გამომწერზე ავა, ეგრევე სტრიმს გაუშვებს. საერთოდ შესაძლოა მე და PMG Nikas ვიყოთ ჩართული. დავიწყოთ ჩვენ soul გიტარის განხილვა და პირველ რიგში რაც ყველაზე მთავარია, თქვენ აიყოთ 2300 ლეველზე, ან უფრო მეტზე, დაიმახსოვრეთ 2300 ლეველზე. გქონდეთ 5000 ფრაგმენტი, ერთი dark ფრაგმენტი, რომელიც მეორე სიში dark beard-ის მოკლა გინდა, რომელიც Fist of Darkness-ით სპაუნდება. 250 ექტოპლაზმი, რომელიც ასევე მეორე სიშია გემის მაპიროა. და დაგჭირდებათ 500 ბოუნი. 500 ძვალი. აი ახლა ვაგაჩვენებთ რომელზეც ვიძახი, ვინც არიცით. აი ნახეთ, აი ეს ბოუნები. და ეხლა რაც მთავარია soul გიტარისთვის რომ მიხვალთ ეს ყველაფერი გექნებათ. თავარია იყოს full moon, სავსე მთვარე. ანუ მთვარე თეთრი იყოს. უნდა მიხვიდეთ აი ამ კაცთან, ეს არის Haunted Castle ეს მაპი. ვაწვევით praise და აქ ახლა რადგან full moon არის და მე soul გიტარა აღებული მაქვს, არაფერს არ მიჭირეს. აქ უნდა დაელაპარაკოთ praise. შემდეგ მივდივართ აი აქედან აი living zombie, აი 2000 ლეველიანები რო არიან. ახლა მივიდეთ. ხო, არ ვიცი წინა ვიდეოში გითხარით თუ არა გასფრუიტი გავმახსე, აი ტრანსფორმაციას მაქვს დავაგდე და ასევე კონტროლი დავაგდე დღეს გიფტებიდან. აი ეს living zombie-ები ერთად უნდა მოაგროვოთ, რადგან ერთი და იგივე დროს, ანუ ყველა ერთდროულად უნდა მოკვდეს რა. თორე ისე არ გამოვა. აი მაგალითად ეს და სხვა კაცები ერთად მოგროვდეს და ერთი ძალა გამოუყენოთ და ეგრე. მაგალითად ამისთვის გამოგადგებათ ხილებიდან მაგალითად ბუდა, იმიტომ რომ აი მოგჭირდა ადვილად მოკლავთ და ასე რა. შემდეგ აქ რომ შეასრულებთ, დაგიწერებთ excellent. ანუ თქვენ ერთი მისია შეასრულეთ, რომელიც იყო ამ ყველაფრის საჭირო. შემდეგ მოდიხართ აი ამ აი ეს ტიპებისაც და სასაფლაოსაც არის და აქ არის რაღაც ლამპები გასანათებელი. ხა არ მიხატებს, მაგრამ მერე იქნება. და ესე იგი, აქ ლამპები როგორ უნდა გავანათოთ. ერთი თეთრი აქეთ, მეორე თეთრიც აქეთ, მერე აქეთ თეთრი ზევით, მერე აქეთ თეთრი, მერე ერთი თეთრი, მეორე თეთრიც და აი მესამე აქაც თეთრი. კარგად დაიმახსოვრეთ რა. და ანუ კიდევ ეს არის და დანარჩენები რომლებსაც შეება ისინი შავად უნდა იყოს. ესე იგი, ერთი აქ თეთრი, ორი აქ თეთრი, სამი აქ, 4 აქეთ, მე-5, მე-6 და ბოლო აქეთ. შემდეგ მივდივართ აი ამ სასახლეში. მოდი მოკლე გზით შევიდეთ, ვინც არის გასწავლით. აი აქ მიდიხართ და აქ ხდება ერთი ხიდი. და აი ამ ხიდში უნდა შეხვიდეთ. ერთი წუთით. აი აქ. და ნუ აი Haunted Castle-ში, აი აქ რო შეხვალთ, უნდა ახვიდეთ აი აქ ზევით და
და აი ამ გაღებულ კარებში ელაპარაკებით აი აქ იდგება ერთი ადამიანი ტიპი, რომელსაც უნდა დალაპარაკოთ. შემდეგ ჩადიხართ დაბლა. აი გასწავლით ახლა იმ გზას. აი ნახეთ. აი ჩამოვედით. ოკეი. მიწის ქვეშ არის. და მოდივართ აი აქ იქნება რაღაც ყვითელი ზოლები. და ანუ აქ არის ასაკრეფი კოდი. ამის ასაკრეფი კოდი ეხლავე გაჩვენებთ სადაც არის. ოღონდ ყველგან სხვანაირად იქნება. აი მაგალითად ჩემთან თუ რაღაცა სხვა კოდი იყო, თქვენთან სხვა კოდი იქნება, ამიტომ იგივე არ გააქტიუროთ, რასაც ჩემთან იქნებათ. აი ავიდეთ აქ ზევით ისევ. და ნახეთ, აი აქ იქნება თასები. აი ყვითელი რა, ანუ თასი. ხო და ანუ თუ ვერტიკალურად იქნება, ანუ აი ესე იდგება, ესე იგი ის ყვითელი ხაზი ვერტიკალურად უნდა დააყენოთ. თუ აი აქ იქნება და ჰორიზონტალურად, ესე იგი ჰორიზონტალურად. რომლების თასებით როგორ დგას, იქაც ისე უნდა აყენოთ და რომელიც არა, ესე იგი ის უნდა ვაფშე გააქროთ და საერთოდ არც უნდა იყოს იქ. ამ მაგ კოდსაც ხო გააქტიურებთ რა, ანუ ეხლა თასი, აი ესეთი თასები, ხო, აი ესეთი იქნება რა, გარეთ. ხო და ვერტიკალური და ჰორიზონტალური, რომელიც არ იქნება, როგორც ცხადით უნდა წაშალოთ. შემდეგ, აი ამ შავ ზოლებს ხო ხედავ, ოთხკუთხედებს. აი აქ უნდა გააფერადოთ, აი აქ ესენი. აქ პირველი არის ლურჯი, აი ეს პირველი. მერე ამ მეორეს ვტოვებთ, მესამე არის წითელი, მეოთხეს ვტოვებთ, მეხუთე არის მწვანე, მეექვსეს ვტოვებთ და მეშვიდე არის ლურჯი და მერვე არის წითელი. ამასაც რო გავააქტიურებთ, მივდივართ აი ამ ადამიანთან. თავდა ყველაფერი სწორი აიკრიფოს. ამის შემდეგ თქვენ უკვე გექნებათ 5000 ფრაგმენტი, 500 ბოუნი, 1 დარკ ფრაგმენტი, 250 ექტოპლაზმი და იქნებით 2300 ლეველზე. თქვენ უკვე შეგეძლებათ იყიდოთ სოლკიდა. აი, მოდი შეგაჩვენებთ, რომ აი ესეთი ტაპებით აი რო დააწვეთ თავისით არის ზალები. აი ეს პირველი ძალა და აი ესეც მეორე. მეორე ძალა მე უფრო მომწონს რა. ჯამში ეს ვიდეო გამოვიდა, ანუ თუ თქვენ ზუსტად მოყვებით იმ ნაბიჯებს, რასაც ეხლა მე გითხარით, დამიჯერეთ, არც გაგიჭირდებათ და ძალიან მარტივადაც აიღებთ. ამიტომ არაფერი არც დაიზაროთ და არ თქვათ, რომ აუ ამას ვერ ავიღებ კარგახანს ან ასე. მეც რომ ასე მეფიქრა, აქამდე არ მექნებოდა ასეთი ხმები, აი თუნდაც თურქულ კატანა და სხვა კიდევ სხვა ხმლები და ასე შემდეგ. გამოიწერეთ ჩემი არხი და ლაიქეთ ყველა ვიდეო. გამოიწერეთ ასევე PMG ნიკას არხი, Epic Gamer-ის არხი, მათაც ასევე დაულაიქეთ ვიდეოები. როგორც გითხარით, PMG ნიკას უნდა 700 გამომწერზე ასვლა და ავიყვანოთ, ანუ 700 გამომწერზე ავიდეს რა. და Epic Gamer-ი 50 გამომწერზე. ეხლა თქვენ დამწყები არ გეოგონოთ Epic Gamer-ი. უბრალოდ მან რაღაც აკაუნტებში რაღაც პრობლემა ქონდა და თავიდან მოუხდა დაწყება და ამიტომ არის ესე ცოტა თორე სხვა დროს ბევრი ყავდა. და იქნება ის ორი გამომწერიც და დანარჩენი კიდე ბევრიც მივუმატოთ, რადგან სტრიმს გავუშვებს. და ასევე გამომიწერეთ მეც. რადგან მეც თუ 50 გამომწერზე ავალ, მეც გავუშვებ სტრიმს. გემშვიდობებით მეგობრებო, დაწერეთ კომენტარებში, რისი აღება გაინტერესებს, მე ყველას თხოვნას შევასრულებ აუცილებლად. უპასუხოთ, არავის არ დაგტოვებთ. ამიტომ გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.